მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ One Punch Man-ს. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მერვე, მეცხრე და მეათე სერიები. დიახ, სამი სერია ზედიზედ One Punch Man-ის. რავი, წესით საინტერესო უნდა იყოს. წინა სერია იყო ძალიან მაგარი. არ დამავიწყდება ის მომენტი არასდროს, საიდანაც რომ ერთი დარტყმით მეტეორი გაანადგურა. ჯერ მარტო ანიმაციის გამო და მე კიდე თვითონ იმის გამო რომ რამდენად მაგარი მომენტი იყო ეს. შოქში რო დატოვა ყველა. გენოსი სიმართლე გითხრათ ცოტა მეწოდება, აი ცდილობს რომ საიტამასნაირი გახდეს ძლიერი და მე ხდება რომ თავის პრაიმში, თავის მაქსიმუმზე ანტიპრაიმ საიტამასაც კი არა, ეგრეც ვერ ვიტყვი რომ ანტიპრაიმ საიტამას ვერ გაუკაჩავს, იმიტომ რომ ანტიპრაიმ საიტამა ვიცით როგორიც იყო. მაგრამ ხო, ანუ როგორიც არის ახლა საიტამა, თავისი ყველაზე სუსტი დარტყმით კი მოერევა ახლანდელ პრაიმ გენოსს, ამიტომ სამწუხაროა. მაგრამ გენოსი კარგი მეგობარია რა. ერთგულია საიტამასი თავისი მასწავლებლის, ასე ზოგადად მასწავლებელს უძახის, მაგრამ ხო ვიცით რომ ძმაკაცები არიან. ძმაკაცებიც არიან, ასე ვთქვათ. მაგრამ ხო, ვნახოთ რას იზამს ერთი ან მეორე. დავიწყოთ, დრო აღარ დავკარგოთ, ისედაც კაი ხანი უნდა ვიჯდე აქ. One Punch Man-ი პირველი სეზონის მერვე სერია 3-2-1 დავიწყეთ. ადამიანებო, თუ არ გინდათ რომ გაგანადგუროთ მე ზღვის სიღრმიდან მოვედი. ჯერ აქვს ზღვის სიღრმიდან ისევე სტიპი? ზედაპირი ჩვენ ზღვის ხალხს უნდა მოგზეთ. შემდეგ კი თქვენ ჩვენი საკვები გახდებით. ამის თავს შეხედეთ, ნათესავებში 8 ფეხები ხომ არ გყავს. და მკვდარია? ტიპი მოვიდა და უკვე მკვდარია? გავიგე, ისევ ის იყო. აჰა. რა ერქვა? არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ძლიერია. ჩები. საინტერესოა ამ ტიპს უფრო აქცენტს ვაკეთებ, სადაც მნიშვნელოვანი როლი იქნება. C-კლასი? ის არასოდეს მინახავს. მეც უნდა მოვინდომო. კარგი, ამას არ ველოდებოდი. მე მეგონა უბრალოდ გადაობის პონჩი აჩვენეს ერთხელ და მეორეჯერ პროსტა იმ პონჩი, რომ როგორი უსამართლოა ხალხი მაგის გადმოსაცემად. მაგრამ არა, რას გავდა? მერვე ეპიზოდი, ღრმა წყლის მეფე. ტიპს აშკარად აქვს მნიშვნელოვანი როლი. მიშველეთ. ეჩენდება. დღეიდან ხმელეთზე ჩვენ ზღვის ხალხი დავისადგურებთ. იოცნებით. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. აქვს. სიცოცხლეს დაემშვიდობე ადამიანო. ზარდი პოპულარობისა და აკლასში მე-11 ადგილის მქონე გმირი, სტინგერი თქვენს დასახმარებლად მოვიდა. სტინგერი? სტინგერი. გადავრჩით. წარმატებები. აბა. ვისაც მუცელში ხვრელი უნდა გიგიცი. ვახში. ესეც გენოსი. რა ბაკარია. C-კლასში მეორე ადგილზე გადახვედით. ცოტას და B-კლასში გადახვალთ. მეორეზე B-კლასში? მერე სუსტების საქმეებს აღარ დამავალებენ? არა. უიკაცრავად. დიახ. ძლიერების საქმეებიც არ გაგიჭირდება შენ სიმართლე. ახლოს შესაფერისი გმირები არ არიან? როგორი დაკავებულია?
სენსეი, გენოსი კი დაკავებულია. იმ ურჩხულმა, რომელიც სახისგანზე დაამარცხეთ, საკუთარ თავს ზღვის ხალხი უწოდა რა? არ მახსოვს. საბაგირო ის დამათახსოვს. უჩხულები გამოჩნდნენ, რომლებიც ყველას თავს ესხმიან და საკუთარ თავს ზღვის ხალხს უწოდებენ. აკლასის ასთან გული მათ ბობდი? მარტო ებრძვის. აშკარად ვეღარ უძლებს. ნუ ხო. ის უკვე ძალიან დაუძლებელია. დაიღალა. გმირთა ასოციაციის სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ცოტაც გაუძელი. ამ ტიპის საფრთხის ნიკნეიმი ზონები გამავლის ფრისებრია. და თხოვნა რომ მაცხოვრებლები ბრძოლის ბოლელი ადგილს არ ვიღაცაო. მივარყვნენ. საწყალი. ესეც ასე წურბელებო. ჩემი საყვარელი ბამბუკი შუბი ყოველთვის მოხარულია ძლიერი მეტოქის შეხვედრით. ნუ მაგრამ ნახოთ. დრო დავასრულოთ. ნუ ტრაბახობ ადამიანო. ხომ ხედავ რომ ყველა გაიქცა ვისაც იცავდი და ვინც გულ შემატკირობდა. მის გამო რომ ჩვენი ძმები გაანადგურე ტანჯვაში მოკვდები. 4 დარჩა. მაყურებლების გარებში ბრძოლა უფრო ადვილია. იმღერე ბამბუკი შუბო. სტინგერის გიგანტური ბურღი. 4 დარტყმა. სერიოზულად ამ სტინგერმა ქნა ეს? საღოლ? გამომივიდა. ურჩხულების იმედია სავარაუდო რაღაც სპეციალური ლეგიტიმაცია არ მე კი მას მარტო გააჩნია. გავუმკლავდი. იცი, ძალიან მაღზიანებ. შეგიძლია მოკვდე. კატი შენი. სერიოზულად ბოკლა? ქალაქ ჯიმდე შორია? თითქმის მივედით. ჯერ ინფორმაციები არ მაქვს. მე წინ წავა. ეს ესეციო. როგორც კი შევაშინო დაგიკავე. საიტაბარა და ერთ დარბის ამ სიფართით. ეი! შეტყობინება გმირთა ასოციაციისგან. საფრთხის დონები ეფრისებრი. ვაფრთხილებთ მოსახლეობას, მომხდარის ადგილას არ მიხვიდეთ. როგორ იყო დონე? აი, უნდა ჩამომეწერა რა. გაფრთხილება გადაეცა. თიური რომ ახლა მაქსიმალური გაიჟღერა. ანუ უმაგრესია უნდა ვიცი. გადავაკეთოთ და ხელახლა მე გავუშვათ. თორცდები დრაკონისებრი, რატო? თუ ჯერ ვეფხვისებრი. სტინგერი დამარცხდა. დემონისებრი ჯერ. სტინგერი დამარცხდა კი. ლაპარაკობს ულიცენზიო მძღოლი. მომხდარის ლიცენზიო მძღოლი, ხო. კოორდინატები მომაწოდეთ. ყველა ოპერატორი დაკავებულია. სად არის? ეი, ჯობი არ წახვიდე. C-კლასის გმირებს იქ არაფერი ესაქმება. ახლა ხანს მოგვაწოდეს ინფორმაცია. ცხადდება საგანგებო ევაკუაცია. საფრთხის დონემ ვეფხვისებრიდან დემონისებრამდე გაიზარდა. დემონისებრი, კარგი. ასეთი ამბებია. მე მახსოვს რომ გამიკვირდა ვეფხვისებრი რომ რომელიღაცაზე დრაკონისებზე მგონი მეორე, მაღლა. ქალაქის ყველა მაცხოვრებელი სასწრაფოდ ანუ ევაკუირდეს. ყველაზე დიდი ევაკუირდეს? საფრთხე არის რას ისურვები? თიური, მე დემონისებრი, ხომ ვეფხვისებრი და არავის დრაკონისებრი. და ქვებოთ კი იყო კიდევ რაღაცა. მან სტინგერი დაამარცხა. მხოლოდ ერთი დარჩა. დამხმარე ძალას დაველოდო? არა. ერთ-ერთზე გამომკლავდები. მეთკინა. რას აკეთებ? მეთქინა მაინც. შუქა როგორ გაჩნდა? ცლად ისე რომ შიშის არაფერი რახმები ამოუშვა. გამართნია არ ყოფილა. ჩემმა დენტით დატენილმა დარტყმამაც ვერაფერი დააკლო. ვერ მოვერევი. შენ ვინ ხარ? მე გმირი ვარ. ელოა მაქსი. ვიბრძოლოთ. ვიბრძოლოთ? კარგი. სწრაფად გავიქცევი, როცა ვერ მოასწრე. რა მოხდა? ცხელს ვეგზნო. შენი გადაურბინა გმირებს. ჯანდაბა. შეახვარო. აუ, პირიქით მოძრავი. ფრინავი ელვისებრი დარტყმა. არაფერს არ უშავებს. ვსო, ეს სიკვდილია. ანტაი. ვინ ხარ შენ? პატიმარი ვინმე? ეს კლასის გმირი. პატიმარი ციხიდან გამოიქცა შენს სანახავად. ეს კლასის გმირი პატიმარი. ვინი ფიქრებდა, რომ გმირი ციხეში იხდის სასჯელს? შენი დახმარებით მეც გამოვაღწიე. ზედგერთი სონიკი? მადლობა. ანუ ცოცხალია. პატიმარი ნომერი 4188, საყვარელი სონიკი. საყვარელი სონიკი. გაგიკვირდა? ყველაფერს ვამოწმებ, ვინც მომწონს.
სასჯელს იმიტომ მიხდი, რომ მუდამ სიმპათიურ ბიჭებს ვესხმი თავს. აჰა, ანუ გეიხარ. ჩემს მოსაკლავად უფრო მეტი ჯარისკაცი მოვიდა. მშვენიერია, გრძნობ რომ ძალიან ძლიერია. სონიკ საყვარელო, ცოტა გაიწიე. საყვარელო. სტინგერი, აკლაში მე-11. ელვა მაქსი, აკლაში მე-20. ორივე ძალიან მომწონდა. შენ კი ისინი გააფუჭე. ნუ ცოცხლები არიან. ელვა მაქსი რომ ბოლოში ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ეს კლასში ვარ. მათი ბედი არ ეს მე. კლასში ხარ და ბოლოს. მთელი ძალით დავიწყებ ბრძოლას, რომ და მე შეგაგებსო. რამდენია ბოლო? რომელი ადგილია? 20 და რაღაცაა მგონი გენოს მეთქვა რა. ჩემი შეყვარებულის მოქსოვილის სვიტრი გაიხა. აი მეჩი. ახლა კი ნამდვილად დაგერხა. გემრიელი ხორცია. გვეყოს თამაში. მადა გამეხსნა. ვახ, ჩემი. რა? მერთო ჩემო. საფოს? მეტკინა. ცოტა. მეც. ცოტა. პატი მარი მამაცობს, მაგრამ ძალიან ეტკინა. და ეს ბრძოლა დემონისებური ურჩხულისა და ეს კლასის გმირის შორის დაუმთავრებელი ჩანს. არც ერთად გადაწავაგებდი. ჯანდაბა. დაიქნება თუ ჩაერევი სონიკ. მაგრამ წაგება არ შეიძლება. სხვა ბიჭების გაფუჭების უფლებას აღარ მოგცემ. სხვა გზა არ მაქვს. ტრანსფორმაციის დროა. ტრანსფორმაციის. აი მე. მოემზადე. ტრანსფორმაცია. გეი ტრანსფორმაციეთ აი აუჩი. პატი მარი, ანგელოზის სტილი. ანგელოზის სტილი. გაიხადა? რაჯადა. ანგელოზი ნამდვილად არ არის. გონი არც ადამიანი. და საერთოდ მისი ნახვაც არ მინდა. ჯობია წავიდე. წადი. ჩემი ანგელოზის სტილის ნახვის შემდეგ არავინ გადარჩენება. მე სერიოზულად. შკარა უნდა წავიდე. საკმაოდ შეუხედავია. ოოოო. საბოლოოდ სხვას არაფერს იტყვი? ანგელოზისებრი შეტევა. ნუ, ნაშველი ენერგიის დონე მოიმატა. ახლოსა? იქ? ჯანდაბა. სენსეის როგორ დაუკავშირდე? კარგი. რაობა. შენი დარტყმების სერია დაამთავრე? მეტკინა, მაგრამ ცოტათი. ნუ ხო, გეთამა ოშ. მომისმინე. დარტყმების სერია მეტოქის 100%-იანი განადგურების მიზნით მოიგონეს. ყოველი დარტყმა სასიკვდილო უნდა იყოს. აი ასეთი. შევიდა. ნიტიკი მკვდარია. მაგარია რა? ვინ ხარ? მე ღრმა წყლის მეფე ვარ. ზღვის ხალხის მმართველი და ყველა მიწის პატრონი. ჩემს წინააღმდეგ წასვლას შენს ცდი? გგონია ხმელეთის მართვას მარტო შეძლებ? საცოდავი ხარ. ხო, მაშინ შენც უნდა მოკვდე. ჩემი სიტყვები მოიპარე. ჩემს წინ ტრაბახი რომ არ დაგეწყო, გაგიშვებდი კიდეც. რამე სუზა. მირი არ ვარ, მაგრამ შენ აუცილებლად გაგასაღებ. ო, წვიმა წამოსულა. დაწვიმა ხო შენთვის. აჰა. აგვიანებ. ქარის მახვილის დარტყმა. კარგი სონი. ღრმა წყლის მეფეო. ყველა შენს მოძრაობას ხედავ. დადამს. რას მელაპარაკები? ჩემი მურიანა დაჭერილ მსხვერპლს არ გაუშვებს. ოხ. კიდევ ერთხელ გეტყვი. ჩემი გაიგეს. შენთან ნამდვილად არ წავაგებ. სონიკ, საბოლოოდ
აზრი არ აქვს. ძლიერი ხარ, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ ძალიან ნელი. მოხარული ვარ ღრმა წლის მეფეო. შენნაირთან ბრძოლა ჩემს სიძლიერებაში მარწმუნებს. ეს ტექნიკები ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძლიერია. რა? სულ გაგიჟდი? ვაუ. აჩქარდა. ნუ ხო ეს წარმოდგენა და უფრო ქონდა გაზლიერდა. რა. არის რა დაემართა? ეს მაქსიმუმი. რომ ხელოლა. ხმელეთზე ამოსვლისას ზედმეტად დავშრი. წვიმის წყალობით ისევ კარგად ვარ. უნდა. შენი შეტევები ვერც კი ვიგრძენი. შენი დაი. სონიკ მოხია უბრალოდ. გახმოვანებულია ის მაიკა სერიიდან წერტილი თორემ კომისათვის. გაბოშტერებული ყავა. ამ მომენტში ზღვის ხალხის მდებარეობა, რომელიც ქალაქ ჯიშთა ესხათავს, უცნობია. რამოდენიმე გმირი, რომელიც მათ ებრძოდა უგონოდ იპოვეს. ახლა მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ტიპი ცოცხალია, მაგრამ მდგომარეობა კრიტიკულია. რა დროს აინთო წითელი ფერი? წითელი ფერი. სად დაიკარგა? აუ. შენ ხომ? C-კლასი, მეორე ნომერი. შენც გმირი ხარ? გენოსი ხომ არ გინახავს? გენოსი? დღეს თუმრად ყავს გმირი, რომელიც აკლასში პირველ ადგილს იკავებს და უკვე 28 კვირაა, რაც პოპულარობით ასევე პირველ ადგილზეა. ის ცნობილი მოდელი, მსახიობი და მომღერალია. აბა, მივესალმოთ, სიმპათიური თკბილი ენეღაბი. აუ, გმადლობთ მოწვევისთვის. სიმპათიური. ჩვენ დემონისებრი საფრთხის წინაშე ვართ. სიტუაციას როგორ შეაფასებდით? ტიპი ინტერვიუს იძლევა. ორი კითხვა. რას გულისხმობთ? მე გვირი მხოლოდ მაშინ ვარ, როცა ბოროტებას ვებძი. დანარჩენ დროს არტისტის კარიერას ვუთმობ. გასაგებია. მე აქ მომღერლის სახით მოვედი, რომელიც ახალ სიმღერას წარმოადგენს. ბოროტება. ბოდიშ ვითხოვ. ებრძვიდა. მაშინ თქვენს ახალ სიმღერაზე გადავიდეთ. რა? მხოლოდ ერთი ხმა შემიძლია. მისათვის რომ ანერვიულებული ხალხი დაწყნარდეს, გმირი გამძლე და ძლიერი უნდა იყოს. ბოროტება სწრაფად, ძმა, ლამაზად საფრთხე გვემუქრება რეალობაში, ანუ დრო არ გონი რომ არსებობენ გმირები, სახიობის როლიდან რომლებიც მის წინაშე დამარცხდნენ. როლზე. იმედი მაქვს შემდეგში მეტად ივარჯიშებენ. რათა გმირთა დაცემა უმნიშვნელო არ იყოს. ჩემი შეტევები არ მუშაობს. ძალა არ ყოფნის. ისე ვერ მოკლავ რომ არაფერი დამიშავდეს. იარაღი საძებრად უნდა ისე წავიდე. ვერ მოკლავ რომ შენი. დაგიჭირე. ანუ ისე შეუძლია მოკლას. ткац ткуц. ткац ткуц. საბო. მანდ დამელოდე. ეხა ისიც ჩვენი გადაგიდა. შემდეგი შეხვედრა შენთვის ბოლო იქნება. შენი. ჯანდაბამდე გზა ჰქონია. ამ კოღოს გავუშვებ. ვინ ხარ? აქ რა საკეთებ? განცხადება არ მოგისმენია? გმირი? თუ ღრმა წყლის მეფესთან მოხვედი, დაივიწყე. ღრმა წყლის მეფე? გმირები ვერ გაიმარჯვებენ, ედროულადაც რომ შეუტია. თქვენ რომლებსაც სამართალი თამაში გონიათ, ნამდვილ მეტოქეს ვერ დაამარცხებთ და ვერაფერს დაიცავთ. ვინ არის? ზღვის ხალხი? სიახლოვეს ბევრი სოცხალი არსება. ძალიან ბევრი. თავშესაფარი? მამა, საშინელი ურჩხული ჯერ კიდევ აქ არის? ნუ გეშინია შვილო. თავშესაფარში არაფერი გვემუქრება. რამე რომც მოხდეს, ძალებს გავაერთიანებთ და ურჩხულს გავუმკლავდებით. გრძნობ. ხალხი. აი იქ. გრძნობ. მოგესალმებით. და გემშვიდობებით. მოიცადე. ჩვენ ნებდებით. ნებისმიერ პირობას შევასრულებთ.
ასე რომ გთხოვ. შეწყვიტე შეტევა. მეც აქ მოვედი, რადგან ვიცოდი, რომ C-კლასი ვერ მოიგებდა. სულად არის საქმე. როგორც გმირი მე დავმარცხდი. ნებდებით? ნებისმიერ შემთხვევაში მოკვდებით, აქ სწორედ მაგიტომ ვარ. რაც შეეხება ჩემს პირობებს, ცივილის მომხიბლელ ხმაზე უარს არ ვიტყოდი. შარში ვარ. კი თქვენი ამას რომ ამბობ, მაგრამ მხოლოდ დროის გაწევა შემიძლია სანამ S-კლასის გმირები მოვლენ. თუმცა, ასეთ ორჩხულთან ჩვეულებრივი ლაპარაკით დროს ვერ მოიგებ. ნუ ხო 会話で時間稼ぎなんか無理だ ჩავიცი. აუ რასაც დავივარ. მეც ვიბრძოლებ! გმირები? აქ სხვების ყოფილა? შეიძლება ჩემი 38 ნომერი დაბალია, მაგრამ მაინც A-კლასის გმირი ვარ. ჩვენ გავუმკლავდებით. აი მეც გმირი ვარ. ყველას დამცველი თქვენთანაა. გმირები? გმირები გამოჩნდნენ. გმირები! გადავრჩით. A-კლასთან უფრო მშვიდად ვარ. ხო. ორი C-კლასი, ერთი B-კლასი და ერთი A-კლასი. მეჯობა გამოგვივა. მეგონი არა სწორედ მივდივართ? კი, აი, მე გაქცეული გიახსოვ. მაცხოვრებლების ესენი მარშრუტი მთელი სერია შემთხვევის ადგილი იდეა. უნდა იყოს. ამ წამს ჩვენს გვერდით შიშველტრაკაკაცმა ჩაიგდო. კი რა? პირდაპირ აბანოდან გამოიქცა? წავალ შევამოწმებ, რა? ჩემს ხალხში წადი. კარგი, სერიოზულად შიშველი კაცი ლაპარაკობს ლიცენზიურ შევაცვლებ დიახ, სწორედ მანდ მივდივარ. რა? თავშესაფარი? ეს მეორე მხარესაა. ახლა კიდე მეორე შევიკავ მთელი სერია უბრალოდ და ტელეფონი დავადა მაგარია მისმინეთ, როგორც იგანიშნებთ, ერთად შევუტიოთ. 1 2 უცნაურია. აშკარად დავინახე. ესე ჩემი 1 2 ჩემი ყველა რას გაჩუმებულ ხართ? შენ ხარ ეს ვინც თავის თავს ღვიძლ მეფეს ეძახის? გენოს ულიცენზიო მძღოლი იქით წავიდა? ხო, ვერ შევაჩერე. ულიცენზიო მძღოლი? სათხარ. C-კლასი ვერ გამკლავდება. ურჩხულმა S-კლასი დაამარცხა. შენ ვერაც გახდები? მის გასანადგურებლად რას შევქმნით? შენ კი? ეს კლასის გმირმა წააგო. ვინ ხარ? ულიცენზიო მძღოლი სად არის? დამდგარი რეჟიმი! სამართალი იზეიმებს. ციტელზე აღარ გაჩერდი თორე გავაფრენ კი, შენ ვინ ხარ? ტელეფონი ახლა პატრონს დავბრუნე. აჰა გვიპოვეთ პატრონი მე გმირი ვარ, საიტამა. საიტამა? და გავთიში სერიოზული საიტანა როგორც იქნა ჩემი კაი გახმოვანებული კაი აზრი არ ქონა მაგრამ კაი ესე იგი ეს იყო One Punch Man-ი პირველი სეზონის მერვე სერია კაი სერია იყო ჩემზე გასაკვირად ჩვენი რაც პერსონაჟებს ვიცნობთ მე მგონი ყველა შეასრულა თავისი როლი ამ სერიაში საინტერესო იყო ახლა მართლა მაინტერესებს როგორ დავამარცხებთ იმ ტიპს შეიძლება ამ სერიაში ერთი მხრივ მინდა რომ მეათე სერიაში დავამარცხოთ რომ დღევანდელი ვიდეო უფრო მაგარი გამოგვივიდეს რადგან ამ სამი სერიის ერთად დარეაქტება გადავწყვიტე როგორც ძიმედან შაულზე რო დავარეაქტე ჰერმანოს ბაგდა სალუდ ერთად ზუსტად ასე მინდოდა რა ანუ კაი იქნება ასე რომ ვქნათ მაგრამ ის ულიცენზიო მძღოლი და საიტამა უბრალოდ დადიოდნენ მთელი სერია გენოსი არც გვაჩვენეს რომ რამე გააკეთა მაგრამ ახლა ვნახავთ აუცილებლად ზოგადად სერია კარგი კი იყო მოგეწონა ზედგერთი სონიკის დანახვა გამიხარდა და იმედია კიდე დავინახავთ იმიტომ რომ თქვა რომ დავბრუნდებიო ჩართულია One Punch Man-ი
პირველი სეზონის მე-9 სერია. 3, 2, 1 დავიწყეთ. შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც თავის თავს ზღვის ხალხს უწოდებს. კი და მე რა ესეც კიდევ გენოსი. ერთი ჯარისკაცია რა ბოლოს მოგიღებ. შევიგай, პირდაპირ შევიგай. რა იყო გენოს? არც არაფერი ხო? ხალხი შოქშია. ის ბოლო იყო? არა, არ იყო. არის. როგორც შენს უკვე დაკარგული აქვს იმედი. ხელი მოაძრო. ახლა კი გაუბრაზდი ნაკუწებად გაქცევ ყურადღება ისევ დაკარგე. არაფერს ვსწავლობ. ამას ვერ ვიტყვი. არ საიტამა. ვიტყვი გენოს. მეორე ცეკლასში. წახვალ? დიახ. წვიმა მოდის, ცოტა დაუჩქარე. ფიზიკურ მე შემოწმებაზე და 75, 70 კილო. განადგურა ეს კლასის დახმარება. საინტერესოა. ჩემზე დაბალია, მაგრამ ამიტომ თაღლითი მეც უწოდეს. იწონის. ცეკლასინა ნუ, სხვა რა თქმა უნდა, ესეთ ნევარჯიშებია. შეგვიძლია გავიგოთ სინამდვილეში რამდენად ძლიერია საიტამა. კოორდინატებს გიგზავნე. იჩქარე. დიდი. მე-9 ეპიზოდი შეუდრეკელი სამართალი შეუდრეკელის სამართალი. გახმოვანებული აბაგენოს ყველა ვისაც თავის შესაფარის დატოვება შეუძლია გაიქცეს. გამარჯვებას ვერ დაკვირდებით. გაიქეცით სანამ ვაკავებ. ძლივს, მიგორს რატომ არავინ არ უთხრა მანამდე სანამ ვიკავებდნენ. ცოცხალი ვერავინ გავა ტიპი გიჟია ოფიციალური. მედიგენოს. რამდენჯერ მოარტყეს უკვე ტიპს სახეში და არც არაფერი. მანათობელი ხედვა. თვალები ტყვია ფრქვევისებრი დარტყმები. ხედავ დარტყმების სერიები მოგწონთ შენ ამას შეძლებ. სიჩუმე შეცნო. სანამ საიტამა მოვა. გაქრიამ სამყაროდან გოგო აუჩი. ტიპი სერიოზულად ბავშვს ესროდა. აუჩი. იქენოს სერიოზული რემონტი დაჭირდება ჩემი კაი. არა, გედოსი არ გოკვდება. შანსი არა, ნუ იტყვებით ახლა. მარტო მოხვედი საიტამა თავისუფლად აიცილებდი ერთ წვეთ მჟავას ვინი ფიქრებდა რომ თავს გაწირავდის სისულელის გამო შეიძლება სულელი ხარ მაგრამ ჩემი დაჭრა ოდნავ მოახერხე შექებას იმსახურებ რა ჩენდება ხდება ამ ბოლო დროს უკვე შეხოცდა. რასაც ვარიაქტებს იმ სერიებში ბავშვების დახოცვაზე სამართლის ინციდენტი ძმაო სამართლის ველომრბოლელი ულიცენზიო მძღოლი მოვიდა ძმაო პირველი ცეკლასში. პირველი ცეკვა არც იფიქრო. ულიცენზიო მძღოლი მოვიდა მაგრამ უკვე მოვიწყინე
შევიკაი ტიპი თამაშობს. უი ბოდიში, ვერა და ვერ მოგკალი. სიმართლე გითხრა, ვერც სხვადი ვერ სამართლის მოგკალე. შებოჭვა. ადუ. უბრალოდ გათიშვილი დატოვე. რაღა გენოსის მოკლა გადაწყვიტე. ჩემი იმედი არავის აქვს. ნუ სიმართლე გითხრა, საქმე სხვა რაღაცაა. ვიცი რომ C კლასის გმირისგან არანაირი სარგებელი არ არის. ოჰო, აბა საიტამას გითხრა. ეს ყველაზე კარგად ვიცი. B კლასისთვის საკმარისად ძლიერი არ ვარ. ჩემი სისუსტე ძალიან კარგად ვიცი. შენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგამარცხებ. მე ეს ყველა ადამიანზე კარგად ვიცი. C კლასში პირველ ადგილზე რომ ხარ, ეს კარგი რაღაცაა. სიცოცხლის შენარჩუნებას მთხოვ? და მაინც მე ვალდებული ვარ. საქმე წაგებასა და მოგებაში არ არის. მე უბრალოდ ვალდებული ვარ რომ წინააღმდეგობა გაგიწიო. ვაუ. გიყოს უაზრო ლაპარაკი და მოკვდი. არა. შენ ამას შეძლებ. ულიცენზიო მკვლო. ბავშვი. შენ ამას შეძლებ. უკვე სხვა ბავშვი. ველოსიპედიანო ძამიკო, შენ ამას ძველი შეძლებ. ზღვის ხალხს ჭკუა ასწავლე. შენ ამას შეძლებ. ხო, წინ. ვაუ. ბოლო მოუღე. შენი იმედი გვაქვს ულიცენზიო მძღოლო. შენ შეძლებ. პირველად განადგურე. ვამპაჩის კლუბის დროს. მე ახერს ვერ შეძლებ, მაგრამ არ გიშველა. საიტამა. რაც შეგეძლო გააკეთე, მშვენიერი ბრძოლა იყო. მორიგე უიღბლო ჩემს გზაზე. გენოს, ცოცხალი ხარ? აუ, არა. სენსეი. კარგი, ცოტაც მოიცადე. ამ ზღვის მახინჯს სახეს გავაძრობ. ეს ყველაფერი გიგონე. ეს რა იყო თავში წამორტყვა. ჩემს დარტყმას გაუძლო. კარგი ხარ. იმ უიღბლოებს ვერ შეგადარებ. რა? ბებია ჩემი ვით იქნებ ხელებს. კიდევ ვიღაც გამოჩნდა. ვინ არის? გმირია? ის მელოტი. მე გმირების რეესტრში ვნახე. ვიცი ეს. C კლასში ახალია, მგონი მეორეა. C კლასი? თავისიც მაგარია. C კლასში მეორეა საიტამა, პირველი და არის ვინახე რომ დაარტყეს. ისა, რაჯამკო ულიცენზიო მძღოლი. თავად ახლა რომ პირველ ადგილზე ავიდეს და ულიცენზიო მძღოლი რომ მეორეზე ჩამოიყვანოს ეგ ცოტა. მე ღრმა წყლის მეფე ვარ. ზღვის მეფე. ზღვა ყველა სულიერი საწყისია, ის ყველაფრის დედა. სხვა სიტყვებით რომ თქვა, მე პირამიდის ყველაზე მაღალ წერტილში ვარ, რომელიც მსოფლიოს მართავს და ჩემი დამარცხება შესაძლებელია წამნახევარში. ღიმა მოდი, ცოტა დავუჩქაროთ. სვეტში ვიდი რა. ეს მოკლა უკვე თუ პროსტა სხეულის ნაწილი მოცილა, ვერ ხედავ აქედან. ხალხი შოკშია, ისევ გენოსი იღიმები. არა, ბიასი კვდილა. ვაუ, ეს ორი სერია. კარგად მოიქცა. თამბეჭდავია. ჭკვიანურად უფრო ვაშა, სწორად. შეძლო. ესე რომ გააკეთეს რომ დაწერეს ცოტა ხნით საიტამას ამბავი. ზაღო. მოვიწყინე. ან ეს რო ჩაამატეს, იმედებს ვამყარებდი. რა ქვია, ულიცენზიო მძღოლი. და ზედგერითი სონიკი. და ეს ბოვით. მთელი აღჭურვილობით ვშკარობდი.
წყეული ღრმა წყლის მეფე. გაიქცა? კი, აბა, გახმოვანებულია მაიკადრი წერტილი ქომისათვის. გაიქცა. ეს რა არის? კომპიუტერი დამეტენა. აქ პოსტალიონები ვერ მოვლენ. ამიტომ დრონებს აგზავნიან. საპოსტო განყოფილებიდან? არა. ის გმირთა ასოციაციას ეკუთვნის. გასაგებია. მასხოვრებლები ამას გმირებს მე უგზავნიან. მდენი ადგილზე ახლა უფრო საიტამა. ფრანგულებს პოსტას გავს. ეგ მითხარით. მოა, მართლა? ჩემთვის არის რამე? კი? ოჰო, დროზე სახლში წავიდეთ და გავხსნათ. რა? მაინე იმ ტიპის არა, ეს გენოსისთვის არის. აბა, პირველ ადგილზე ხარ, ბ-კლასში გადახვედი. გვითარგმნეთ მაინც იაპონური არ ვიცი. ეგ გახვარი. ვიპოვიდა? საქმე არ ქონია. რა? ერთი დარტყმით მოკლა. ერთი დარტყმით. აუ, რაღაც მოხდა მაგის ის მართლა შემდგომ? ცეკლასიდანაა? ძალიან ძლიერია. მართლა? იქნებ ურჩხული არც თუ ისე ძლიერი იყო. ძმას. მოსთან, სერიოზულად? ამდენმა გვირმა წააგო. ესე იგი ისინი უფრო სუსტები იყვნენ. ახლა მტერი რა თქმა უნდა სუსტად გვეჩვენება. სწორედ ამიტომ გაუკლავდა ცეკლასის გმირი ერთი დარტყმით. და ვინ არიან დამარცხებული გმირები? შეიძლება ან ეს კლასის გმირები ჰქვიათ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი შეუძლიათ. და ამას ვინ ამბობს შეწყვიტე. ბოდიშით და შენს გამო სიცოცხლეს გარისკეს. სვეტში სიცოცხლის მოხდა. გარისხვა ყველა შეუძლია. აუ, წადი შენ. გმირმა ურჩხული უნდა დაამარცხოს, ყველაფერი დამთავრდება და მორჩა. მაგრამ ღიზიანდები, როცა ჩვეულებრივი ადამიანისგან არაფრით განსხვავებული გმირის საშვილად გამოდის. გმირობა ხომ? აბა შენ გამოდი შეწყვიტე საშუალად. სისულელების როშვა. ჩემზე რაღაცა აბა, ბრაზდები. გმირთა ასოციაცია აბა, ვიზე უნდა ბრაზდებოდეს? სანამ უხდით, უნდა დაგვიწვან. ახლა უბრალოდ მელოტმა საქმე მარტომ გააკეთა. სხვა გმირები სულ ტყუილად ცდილობდნენ. დროის ნუ, მოგება ხომ ყველა როგორც შეუძლია. ფაქტი, მართალია. დანარჩენებს გმირული არაფერი ჩაუდენიათ. მაგრამ რა ვიცი. მოკეტე მეთქი. ბოლო გადაგვარჩინეს. სხვა რაღა გინდა? კი. ზუსტადაც. შეკავეს ცოტა ხნით მაინც. ოხ, როგორ გამიმართლა. სხვა გმირებმა ურჩხული დაასუსტეს, მე კი მასიოლად. აჰა. გვეყოს დაგვიანება. არაფრის კეთებით მთელ დიდებას ჩემთვის. ვაუ, საიტამა ჯიგარი ხარ. უი ხო. ყველას ასე უთხარით, გაიგეთ? ურჩხული მე მოვკალი. ყველას დაგლეწავთ ვინც იტყვის რომ ზუსტად მოუსწარი. აი, რას გულისხმობს? ანუ დასუსტებული იყო? რა? მოიცადეთ, ეს ნუ ხომ ხო საიტამა. სპეციალურად. საიტამა? გმირი ქალაქზეტიდან ყველა რომ თაღლიც ეძახის. თაღლიც? არსაიდან გამოჩნდა და უცებ ტოპ 5-ელშია. საეჭვოა. საეჭვოა. ეი, კი, ბიჭებო, საეჭვოა. დამარცხებულ გმირებს მიხედეთ, ცუდი იქნება თუ მოგდებიან. მერე ვინყა გამოვიყენო. ვაუ, საიტამა. ანუ თაღლიცი? რა სისასტიკეა. ესე იგი დამსახურებებს იპარავს? მასთან შედარებით სხვები გმირებად ჩანან. მოსტრი რომ არ დაესუსტებინათ, ჩვენ რა მოგვიდოდა? ნუ თავი გაწირა. მთელი გულით მადლობელი ვარ. ამდენი კაცი. აუ, ესეც და გენოსიც რა თქმა უნდა. საიტამა სენსეი. 8 კაცი დაყარა ეს თვითონ ნამდვილად საიტამას გასწავთ? და. უი, წვიმამ და გადა. საიტამას კიდია. თუ ეს გზა ირჩიეთ. ხმას არ ამოიღებ. მაგრამ თუ თავს კუთხეში მოიწყდებთ. მაშინ მე წერილში უი, კიდე დაწერილია. ყოფილა. რა სავანცღავი იყო? მადლობაო. ალბათ ერთ-ერთი მათ გავიანეთ თქვენ გადაარჩინეთ. გასაგებია. მეტი არ არის? კიდევ ერთია. გვერდთა ასოციაციიდან. ასოციაციიდან? მათ თავისუფლებენ? არა შედეგია. ანდაც რა მნიშვნელობა აქვს? პირველზე რა?
C კლასის პირველი რანგი? კი. ნუ მოსალოდნელი. რატომ გამომიძახეთ? გმირთა რეესტრში რეგისტრაციის დროს ცნობარი მოგცეს. აწა გიკითხავს? იქ ყველა ჩვენი წესი და სხვა დანარჩენი წერია. სადღაც დავდე, მოუძებნი და ვიპოვი. კარგი. გილოცავ C-კლასში პირველ ადგილზე გადასვლას. აი თურმე რა. ანუ გმირებს კლასებში თქვენ ანაწილებთ? დამკვირვებელ კრებაზე უფრო ბევრი ხალხია. მაგრამ დღევანდელ თათბირს ჩვენ 4 ვატარებთ. თათბირს? C-კლასში პირველ ადგილზე მყოფ გმირს უფლება ეძლევა რომ B-კლასში გადავიდეს. თუმცა შეგიძლია მუდამ C-კლასის გმირი დარჩე. რას იზავს საიტამა? თუ B კლასში გადახვალ, ისევ C-ის ბოლოში იქნები. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აზრი არ აქვს, მაგრამ რა ხომ თავაზობთ B კლასში გადავა. ვა. ყოველკვირეული ნორმისგან ხომ განთავისუფლდები? ნუ C-ის ბოლოში ან სულ რომ C კლასში ვერ იქნება. ვიჯდები თუ გენოსი S კლასშია. ნუ ეგეც. გასაგები. მაგრამ დაწინაურდა. მე ხო მაინც იმას მაშინ იზავს. რამოდენიმე იოლ კითხვაზე პასუხის გაცემა და აი, ფსიქოლოგიური ტესტის გავლა მოგიწევს. საიტამა. მან დაამარცხა ღრმა წყლის მეფე. რა სიტყვით? ამბობენ რომ თაღლითია. ფიზიკურ შემოწმებებზე ყველა რეკორდი მოხსნა. მის ზალაში ეჭვი არ მეპარება. ჯორები გავიგე რომ მაშინაც კი თაღლითობდა. ჭორია. ახლა ეჭვის შეტანას აზრი არ აქვს. არსი მის დაწინაურების სურვილშია. მივცეთ უფლება. თუ არ იტყუებოდა, B კლასშიც თავისუფლად გაძვრება. და თუ მართლა თაღლითობდა, მალე ინანებს. არაფერს არ თაფლითობდა. ის დაუნდობელ სამყაროში მიაბიჯებს. აი მაშინ კი რამეს მოვიფიქრებთ. B-კლასში დაწინაურება? აი თურმე რატომ შეაჩერეს გადაღებები. ჩემს ყურადღებას არ იმსახურებს. სამართლოს კრებამ გადაწყვიტა. მისმინე. თუ სადმე ჩავერევიეს მხოლოდ A-კლასში და მაღლამყოფი გმირების საქმე იქნება, რომლებსაც საზოგადოებაზე ძლიერი გავლენა აქვს. როგორც A-კლასის გმირი, მათი არაკომპეტენტურებისგან დავზრალდები. განსაკუთრებით ბოლო ინციდენტის დროს. აქ არა მხოლოდ არაკომპეტენტურება, არამედ სირცხვილია. ასე არ თვლი? საზოგადოების გავლენას გამახსენდა. გმირი, რომელსაც დაწინაურება სურს, ის არის, ვინც ღრმა წყლის მეფე დაამარცხა. ახლა რაღაც ასეთი სახეები რატომ გაქვთ? ეს ტიპის თქვენ ასეთი რამ არ გიხდებათ. შენ? შენ ხომ ციხეში დაბრუნდი? თქვენთან შესახვედრად გამოვიქეცი. ანგელოზური ჩხულეტების დროა. ბიჭებო, ტაკოები მოამზადეთ. რა ჯანდება. დღეიდან B კლასში ვარ. 101 ადგილის. რამდენი დრო დავკარგე. თუმცა თავისუფალი ვიყავი. რა კარგი სუნია. მობრძანდით? ოდენის ასორტი თუ შეიძლება. ახლავე. არ დალევ? თუ არ სვავ საჭმელზე დაგვატიჟებ. რატომ? იმიტომ. ასოციაციაში იყავი. დაწინაურება აღნიშნოთ. მაპატია რომ გაწვალებ. ჩამოვიდე? არა, მიგიყვან. შენ არ გეშინია? ეს კლასის გმირს გენოს ჩამორჩით. მეტოქე დემონისების საფეხურისა. ისეთი ძლიერია, რომ C და B კლასი ერთადაც კი ვერ გაუმკლავდება. აჰა. თუ გაქცევა გინდა? შენც S კლასიდან ხარ? არა, მე C კლასი ვარ. იცინე თუ გინდა. არ მინდა.
ყოველკვირეული ნორმების შესრულებამ ტვინი წაგვიყო არა? კარგი ტიპი ხარ. მე ულიცენზიო მძღოლი ვარ. გმირი, ისევე როგორც შენ. გზას უყურე. ის ტიპი. გეძებდი. წერილში ყველაფერი ვერ ვთქვი. გასაგებია. წერილია მან გამოგზავნა? მოძუკოს შევჭამ. ბატონო, საუკეთესო მოძუკო მიეცით. ახლავე იქნება. მორჩა? მორჩა. ეს რაღა კითხავ 馬様いかがされましたか同等の大災害が押し寄せて柴田様お気を確かにრაჯენდებას კარგუნეთ მაინც რა ესე იგი ეს იყო One Punch Man-ი პირველი სეზონის მე-9 სერია. ძალიან მაგარი სერია იყო. რავი. განსაკუთრებით პირველი ნახევარი ამ სერიის. პირველი ნახევარი მართლა მაგარი იყო. არ ვიცი, მე შვიდეზე ძალიან მომეწონა თუ არა, მაგრამ აშკარად ძალიან საინტერესო იყო. და თუ ვაჩვენებენ ისე პერსონაჟებს, ულიცენზიო მძღოლის როგორც ჩანს კიდევ უფრო დიდი როლი ექნება. დაველოდოთ, დავაკვირდეთ. და ზედგერეთის სონიკი მაგაზე არ ვიცი რა ვთქვა. გამოჩნდება წავა. რავი. ჯერჯერობით ეს პერსონაჟები ყველანი მომწონს. საიტამა, გენოსი, სონიკი, ზღოლი ერთის ტიპი ისე რა, ის გეირო არის, პატიმარი. მაგრამ ხო, და ასევე ტორნადო რომ გვაჩვენეს იმ სერიაში, არ აპირებს გამოჩენას, იმიტომ რომ ისეთ აქცენტს აკეთებენ, შეიძლება სეზონის ფინალში გამოჩნდეს და მეორე სეზონში უფრო მეტი დრო დავთმონ. რავი, ვნახავთ ყველაფერს თავის დროზე. ახლა ვნახოთ დღეისთვის ბოლო სერია One Punch Man-ი. პირველი სეზონის მე-10 სერია 3-2-1 დავიწყეთ. ასევე დასაფასებელია საიტამას საქციელი. ეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, საიტამა მაგარი კაცია. კრისტალები, ქვები. ამ მომენტში დინოზავრი. ადამიანებო. ახლა, როდესაც მიწისქვეშეთისა და ღრმაწყლის მეფეები დამარცხდნენ პლანეტაზე, ჩვენ საშინელი ხვლიკები ვიბატონებთ. შენი კაი, ანუ ამათ დამარცხებას შენი კაი. ხვლიკები. და ყველაფერ ლაპარაკი იცის, გადაობარია. იზას ბეწერტილისკენ ვიტყუებთ. გასაგებია. ჩვენც დაგეგმილ დროში ვეტებით. მალე ბეწერტილთან ვიქნებით. არ თქვათ რომ რამდენიმე წამის წინ ვახსენე შენი კაი. ეს კლასის გმირია ხო? თუ A კლასი, თუ ეს კლასი, აღარ მახსოვს ზუსტად, მგონია ეს კლასი. მე-10 ეპიზოდი შეუჩერებელი საფრთხე. შეუჩერებელი საფრთხე. გახმოვანებ ყველა საფრთხეზე უნდა გასაგებთ, რომ შეუჩერებელია და საიტამა ყველას ერთი ხელისგოსვით ლეწავს. შენ ვინ ხარ? გისმენ, რა გინდა? რა? რას ნიშნავს დავბრუნდე? თავად არ გამომაგზავნე რომ მითხარი უცნაურმა ურჩხულმა გაიღვიძაო? უცნაურმა? ხო, ისედაც ვაპირებდი. მისმინე, მე საშინელი ხვლიკების უძველესი მმართველი ვარ, რომლებიც ადრე პლანეტას მართავდნენ. მოკეტე, ვერ ხედავ რომ ტელეფონზე ვლაპარაკო? ეს გოგო უკვე მომწონს. წაიღო თავის ბრძანებებით. ვინ გონია თავისთავი?
დაასრულე? რას მიახლოვდები, ჩემი შეშინება გინდა? იმამაც სანამ შეგიძლია პატარა ადამიანო. რა უხეში ხარ, პატარა მე მიწოდე? პატარა შეიძლება რამდენი წლის ხარ ვაფშე? ბავშვს გავხარ. ო, რაღაც შეგძლებია. მაგრამ თუ ჩემი განადგურება მაგრამ კიდე არაფერი მარტო ბავშვი მეტეორი იყოს. გიშველის. სავარაუდოდ უბრალოდ სიმაღლეშია. კარგი, მაშინ ასე ვქნათ. ნუ მაცინებ. დაგეძინა კიდევ 300 მილიონი წელი. შევიკაი. მიმდინარე წყლის ქვის მტეხველი მუშტი. აუ. რაღაც ესეთი. გინდათ სწადოთ. ჰა? ასე მგონია შეძლებთ. ვფიქრობ მალე აითვისებთ. აბა საინტერესო რამეს განახებთო. მოვედით და მარტო რეკლამა ვნახეთ. მარტო რეკლამა. საერთოდ არ მაინტერესებს. გენოს, შენ რა სიტყვი? არა, თავ შევიკავებ. მე არა თავდაცვის ხელოვნებას არამედ დამანგრეველ ძალას ვეძებ. დაუხედებო, მიმდინარე წყლის ქვის მტეხელ მუშს დასცინით, მე საუკეთესო მოსწავლე ჩარანკო. დაბარწდებით. მე საუკეთესო მოსწავლე ის ჩარანკო. მართლა საუკეთესოა? ხო, წესით. სმენია რომ შენ სკოლაში ბევრი გამოსადეგი ხალხია. ერთმა ჩემმა მოსწავლემ ბუნტი მოაწყო. კარგი მოსწავლეები ისეც ემა რომ ვეღარ ვცნობდი, დანარჩენებს კი შეეშინდათ და გაიქცნენ. ძლიერია? რა ქვია? გარო, გარო. ის ჩემი საუკეთესო მოსწავლე იყო, მაგრამ დავაკოჭლე და გავაგდე. დავაკოჭრე და გავაკეთე. რა ძლიერი ყოფილხარ, ბაბუა? ახრებო, ის გმირია, ვერცხლის ეშვი. ეს კლასში მესამეა. მეტოქეებს წყლის მოქმედების ფორმით წყნარად იტყუებს, შემდეგ კი მიმდინარე წყლის ქვის მტეხველი ძალით მათ სახეს აძრობს. ის საბრძოლო ხელოვნების ოსტატია. შენ სულ ახლახანს გახდი გმირია რა? სენსეი ბანგი კარგად დააფასე, თორემ ძალიან ინანებ. შეწყვიტე ჩარანკო. მართლა შეწყვიტე. არ შეგვარცხვინე. საიტამა ჩემზე ბევრად ძლიერია. სენსეი, ასე რატომ ხუმრობთ? ბატონო ვერცხლისეშვო. გმირთა ასოციაციიდან ვარ. ეს კლასის გმირების სასწრაფო კრებაა გამოცხადებული. თხოვთ თავარ ოფისში მობრძანდეთ. თქვენ ხომ ბატონი გენოსი ხართ? თქვენც უნდა მოგწონთ. რადგან კრება ეს კლასის ყველა გმირს ეხება, თქვენც უნდა წამოხვიდეთ. დრაკონისებრი საფეხურის საფრთხე? ასე. ჩარანკო, სკოლას მიხედე. თავს გაუფრთხილდით. თუ ეს კლასი ძახებენ, შეიძლება თქვენი დახმარებას დავგჭირდეს. კი. წამოხვალთ? რა თქმა უნდა, დრო მაქვს. აჰა. რა წერს კარგ თქვათან? ო, ვერცხლისეშვი. დიდი ხანია არ შევხედრი ვართ ატომური სამურაი. ვიცოდი რომ მოხვიდოდი. შენთან კი კიბორგი გენოსი და მეორეს არ ვიცნობ. საიტამა. საიტამა ბ-კლასიდანაა. მისი ნიჭის წყალობით კი მალე ეს კლასის მწვერვალზე წავა. კი. გამოსადეგი ვინმეა. შენს გმირი ხარ მოხუცო? სასიამოვნოა. არანაირი ხელის ჩამორთმევა. მე მხოლოდ ძლიერებს ვაღიარებ. ო, დაიწყო. შენს დონემდე რომ მოაღწევ, მაშინ მოგესალმები. შენზე მაღალ დონეზე დგას. და კიდევ, მოხუცისთვის ძალიან ახალგაზრდა ვარ. 37 წლის ვარ. ბოლო. 37 მოხუცი არაა? არა. არც ვიცი. ეს კლიპურტი ბ-კლასიდან ვინ მოიყვანა? 25-ის. აუ. ასეთი თავხედობა ვის გაუგია? რომც დაეძახათ სინდისმა როგორ არ შეგაწუხა. შენც აქ მარტო იმისთვის ხარ რომ ვინმეს დაუახლოვდე? მაღიზიანებ, კაქრი. ეს ვიხა? ვისი ბავშვია? ვისი ბავშვია? ეს კლასში მეორე რანგს იკავებს. ურჩხულებს ექსტრასენსული შესაძლებლობებთან ეს ანტურებს. კლასში მეორე არის. ესპერი. როგორც ჩანს უმრავლესობა შეიკრიბა. ადგილები დავიკავებ. ტორნადო ძლიერია. თქვენ რა მაიგნორებთ? კი? ო, ეს პატარა ბავშვი ვისი? ტორნადო ასეთი პატარა არ იქნება, დაი რა. საყვარელ გენოსთან აი, დამეგობრების ესეც. შანსს არ გავუშვებ.
ალბათ საქმე სერიოზულია. ყველა აქაა. მე-16, გინდა დრაკონისებრი იყოს, გინდა დემონისებრი, საქმეში ვარ. მე-14, საიტამა. ეს სახელი გამიგია. მე-13. ვიღაცას გაძვრა. რა? ჩემს ხელს უყურებენ. ჩემს ხელს. კარგი. შენ ვაფშე ვიქარ. აქ არავის არაფერი ყველაზე აინტერესებს. ნორმალურად ეს ეს გამოვიდა. ხური როდისღა შეჭამს. რა? პირველი ისევ არ ესწრება. მისი ნახვა მინდოდა. ვერცხლის ო, ეს შეშმა ტიპი მოსწავლები ვერცხლისა, იყვანა. დღეს რატომ პირველი ისევ არ ისწრებაო. აზრზე არ ვარ. 1 საათი ავზივარ და ხმას არავინ იღებს. ანუ პირველიც არ არის და მერამდენი მე-9. შენ საბოსტე. შეიძლება. უკვე საბოსტე მესამე, წინა რამდენიმე დღის წინ მგონი 101 იყო. ბოდიში რომ galodinეთ. მეტალისებრი რაინდი და ბლასტი ვერ ვიპოვეთ. მართლა ოდეს მოვიტანე აზრი არ ჩაი. აქვს. სასწრაფოდ დავიწყოთ თათბირი. მეტალისებრი რაინდი და პლასტიკაი. საქმის გულში მე ჩაგაყენებთ. ჩემი სახელია სიჩი. საქმეზე გადავალ. ჩვენ თქვენ იმიტომ შეკრიბეთ, რომ ასოციაციაში საუკეთესოები ხართ. ამჟამად დედამიწის დასცვას გთხოვთ. ის ცოდნაც კი არ გაძლევთ გადარჩენის შანსს, რომელმაც ეს კლასამდე მოგიყვანათ. არა, მართლა ისეთი პატარაა. გაქცევასაც ტორნადოზე იმამაცია. ვარ. თუ გადაიხევთ ეს კლასის სტატუსი მაინც შეგრჩებათ. თუმცა ამის მოსმენის შემდეგ წასვლის უფლება აღარ გექნებათ. პანიკის თავიდანაც ილეულოდ აქ დარჩებით, სანამ ყველაფერი არ მოგვარდება. მზად ხართ მოსმენისთვის? ჯობია შენი ამბავი ჩვენ შეკრება ღირდეს. ჩემი დაიკოს მნიშვნელოვანი კონცერტი გავაცდინე. თუ აქ მნიშვნელოვანი არაფერია, ამ შენობას ფერფლად ვაქცე. სერიის სათავიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, ასე რომ არ ინერვიულობ. მაგ ჯოხით ვერაფერ შეძლებ. რა თქვი? შენი პატარა თავიც ხომ არ მივაყოლო? აბა სადეშე ხოჭოს დავა. საქმეზე გადავიდეთ, თორემ ჩვენი მისტერ პომპადური მოკვდება. შენ რა, კინძის თავო გოგოების მხარეს ხარ? მე. დიდებული ნათელმხილველი, მადამ შიბაბავა გარდაიცვალა. შიბაბავა? სერიის ბოლოს. მოკლეს? არა, მომავალი ნახევარი წლის წინასამეტყველების დროს ინერვიულა და ხველება დაიწყო. რა? როგორც კი ადგა სასულეში გადასცა და დაიხო. რა? ინერვიულა და გასაგებია. რა წინასწარმეტყველა ახლა არის? მოვიფიქროთ თუ როგორ გამოუწევს საფრთხის მოსვლა წინასწარმეტყველების გარეშე. ბურგერს კი შეჯამდი შევიკრიბეთ, ახლა. არა? არა. მადამ შიბაბაოს მხოლოდ რამოდენიმე უბედურების წინასწარმეტყველება შეეძლო. უკაცრავად. ეი, თქვენ. მადამ შიბაბავა ვინ არის? გმირია? არიცი? ნათელმხილველია. დიდებული ნათელმხილველი, რომელმაც ზუსტად გამოიცნო ყველა მიწისძვრა და თავდასხმა. მადამ შიბაბაოს გარეშეც ბევრი კატასტროფა გადაგვილახავს. თუმცა ცველები მაინც მივუჩინეთ და განსაკუთრებით ურთქილდებოდით. ხო, მისი წინასწარმეტყველებები 100%-იანი სიზუსტით ხდებოდა. პრობლემა მადამ შიბაბაოს ბოლო წინასწარმეტყველებაშია, რომელიც სიკვდილის წინ დატოვა. დახშობის მომენტშიც კი შეძლო პატარა წერილის დატოვება. აქ მომავალი წერია, რომელიც 100%-ით აღდება. აი ისიც. ხედავთ? დედამიწა საფრთხეშია. დედამიწა საფრთხეშია. რა სისულელეა. გაკვეთილები მაქვს და შეიძლება წავიდე. კვეთილებ. ვიცი რომ გენიოსი ხარ საიმპერატორო ბავშვო, საიმპერატორო. მაგრამ რახან საფრთხეს საშიშროებას ვერ ხვდები, ესე იგი კარგად ვერ იაზრე. რა? ყურადღებით მომისმინე. მადამ შიბაბაოს წინასწარმეტყველებები აუცილებლად დასრულდება. მას ბევრი კატასტროფა გამოუცნია. კარგი, მაგრამ კონკრეტულად რა მათ შორის კატასტროფაა? შიზეთების, რომლებსაც ბევრი მსხვერპლი მოჰყოლია. მის წინასწარმეტყველებებში სიტყვა საფრთხე არასოდეს ხსენებულა. ჩვენ დრაკონისებრ საფეხურზე მაღალი საშიშროება გვიახლოვდება. ის უახლოეს ნახევარ წელიწადში მოხდება. ანუ ოქროს ნახევარი წელიწადი ყურადღებით უნდა ვიყოთ. საინტერესოა. გასაგებია, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ ვიცით.
ხო, ამის დაგემგვა რთულია. რა თქმა უნდა, მართლები ხართ. ბრძოლისთვის შემდეგი ნახევარი წელი მზად უნდა იყოთ. შეიძლება უფრო ადრე შემდეგი ნახევარი მოხდეს. წელი? ანუ შეიძლება ხვალ მოხდეს ამ კი. თუნდაც დღეს. მართალია, მაგრამ შენ ვინ ხარ? ხო. მოხარული ვარ რომ გითხე. შენობას თავს ესხმიან. რა სისულელეა? ეს ხომ გმირთა ასოციაციის მთავარი ოფისია. ანუ დღესვე ხდება. ჩანდაბა. ფინავით თვითონ დაფრინა. საკმაოდ მყარი შენობაა. შევიპყროთ. ქორო, არწივო, შევარდენო, ძერა. ქორო არწივო შევარდენო, ძერა. გავანადგუროთ ეგრეთ წოდებული და შენ გმირები ვიხარ? და დედამიწა ჩვენია. წავედით, მე გამომყევით ზეციურ მეფეს. ზეციურ მეფეს, კაი. მეფეს. ზემოთ მე რატომ მეგონა რომ ქალი იყო? გაფრინდი. ზეციური ღმერთი ვინ მოკლა? ვინ გაბედა? და რა გეგონათ გმირთა ასოციაციას რო ესწრებოდი? ეს რა იყო? ვინ იცის? დაფრინავდა და მოვკალი. ჟავი. ვალდებულება, ხომალდის დაცვა. რა ჩანდაბა ხდება? ანუ მიწის ქვეშეთიდან ყავდნენ. ზღვის, ოკეანის თუ ზღვის ხო ყავდნენ. ახლა გახმოვანებულია მაი კადრი წერტილი კომისარია. 15 წუთი გავიდა უკვე. ჩართულია კვების დამატებით იწყარო. რა მოხდა? გარეთ რა ხდება? არ ვიცი, კავშირის ყველა ხაზი გათიშულია. შეუძლებელია. მამა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩამიჭიდე. გამაგრდი. ყოჩა. რა? გადარჩენილები? საიტამა, ხომალდს ყველა არ მოუკლავს. მოკალი. მე ტორნადო. გეთანხმები. აუ, გაიქეცი სანამ დროა. არც ერთი, არც მეორე, არც მესამე. გეგონა ასეთ სისხლის წყურვილს ვერ შევამჩნევდი? კაი. მე ატომურ სენსეის მივყვებოდი. ეს კლასის გმირების თათბირის დასრულებამდე ლოდინი მომეწია. უცებ კი ყველაფერი ნადგურდება. ეს შენ ჩაიდინე? განადგურების დონე 99.8%-ია. ქალაქია წამებში გაანადგურეს. ვინ იფიქრებდა, რომ წინასწარმეტყველება ასე მალე ახდებოდა? ეი, ჩვენი შენობა რატომ გადარჩა? ოფისი მეტალისებრმა რაინდმა დააპროექტა, ამიტომ ის სხვა თავშესაფრებზე მყარია. აი თურმე რატომ არ არის ფანჯრები? პირველ რიგში უნდა გავიდეთ და ვნახოთ ნამდვილად წინასწარმეტყველებაა თუ არა. სენსეი, ჩვენ გავალთ სენსეი უკვე წავიდა. სენსეი. კაი. უზარმაზარია. ნამდვილად. უცხოპლანეტელები არიან? ეცუზეაც. მათ გაანადგურეს ქალაქი. ჩემიკაი. შენს პლანეტაზე დაახვიე. სიცოცხლის საბრძოლო ფორმა. სიფრთხილეც განვითარებული აქვს. ჩქარა მოვკლათ. გეთანხმები. ფედერაცია. ის რა უკვდავია? მისი ყოველი შეტევა სასიკვდილოა. მას ვერ დავამარცხებ. რა სუსტი სახეობაა, ნადვილად მოსაკლავი, გეთანხმები. იყოფა? ჩანდაბა ოღონდ ახლა არა. მას ბოლოს მოუღებ. სხვებს მიხედეთ. კარგი. წავალ გაქცეულეს მოვკლავ. გეთანხმები. მე სენსეი, აუ, იაი, კარგად ხარ?
მარცხენა ხელი დაკარგე? სენსეი, მათ წინააღმდეგ ხმალი არ მუშაობს. ყურადღებას ნუ მომაქცევთ, უკან დაიხიეთ. კი. ხელს მიშლი. იაი, შენი მახვილის გზა ჯერ არ დასრულებულა. სისხლდენა შეაჩერე. ახლავე სენსეი. პლანეტაზე ბრძოლის უნარიანი სიცოცხლის ფორმაც არის. რამდენი თვალია? შვენიერია. ეცა დედა ჩვენს შემოჭრას წინააღმდეგობა გაუწიე. პლანეტაზე? კოსმოსიდან ხართ? კი. აქ ზემოთ შენი მეგობრების ხედან? გასაგებია. არ მგონია რომ შენ ქალაქს მარტო გაანადგურებდი. ატომური სამურაი, შემოგიერთდებით. ქალაქი შენ გაანადგურე? და თუ კი რას იზავ? დაცემული ბიჭების გამო შურს მე ვიძიებ. ეს ტიპი, ხო. ყოველი დარტყმა მეტოქის სიკვდილისთვის უნდა იყოს გამიზნული. ნუ ხო. ბნელი ანგელოზის ზეწოლა. ქალაქაში და მეზობელ ქალაქებში საევაკო სვენგანში ჩართეთ დროზე. M სისტემის სასიცოცხლო მონიტორმა კი ქალაქი შეამოწმა. გადარჩენითა ზუსტი რიცხვი გვჭირდება. საფრთხის დონე? ალბათ დრაკონისებრი. არა, დემონისებრი. სავარაუდოდ ღვთიური. თიური. 4 გმირი ქვემოთ მდგომ მეტოქეს საუმკლავდება. პრობლემა იმაშია, რომ მას ვერ მიუწვდებით. მართლა რა ძალულებია. აერში გამაძლიერებელი დაგჭირდება. მეფეო, ამბობენ რომ ეს კლასში ძალას ყველაზე კარგად თქვენ ფლობთ. რას ფიქრობთ? ეს კლასში მე-7, მეფე. ამბობენ რომ პლანეტაზე უძლიერესი ადამიანია. სხვა გმირები კი მას ძალიან აფასებენ. კარგი. მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. აჰა. ის ძალიან მაღლაა. მისი შეტევა შეუძლებელია. ჯერეთის უძლიერესი საიტამა. ხომალდი ჯერ არ მოძრაობს. მაგრამ ხო. სანამ დროა მეტალისებრი რაინდი უნდა გამოვიძახოთ. რას ლაპარაკობ, არ ხრწხვენია? და შენ ეძახი თავს უძლიერეს? ой, გაჩერდა. ქალაქი შუაზე გაეხლიჭა, შენ კი თავისუფალ დროს აძლევ მოქმედებისთვის? არ მჯერა. კარგი, დაივიწყე, ჩემით გაუკლავდები. ო, მოიცადე. აი მაგის გეგობა მინდოდა. არა გენოს. არ იცი გაამართლებს თუ არა. არ გინდა გენოს. მაგრამ მიწიდან შევეცდები თავდასხმას. ყრუ ხარ? გითხარი დაივიწყე მეთქი. წყნარად გენოს. მესმის შენი, მაგრამ გააბრაზე და მკვდარი ხარ. კარგი. გაერთიანებას მაინც არ აქვს აზრი. სენსეი, ის ხომალდზე შეიჭრა. რაც არ უნდა იწინასწარმეტყველონ ბოროტება, რომელიც სენსეის დაამარცხებს არ არსებობს. და თუ არსებობს ასეთი რამ, კაცობრიობა განწირულია. კი. სეზონის ფინალს უახლოვდებით და ნეტა მართლა თუ გამოჩნდება ისეთი ბოროტება, რომელიც ყოჩაღ ადამიანო, შორს დაუჭირდება წამოსულხარ. მაგრამ აქ უნდა დაგემშვიდობო. ჩემი გლორიბუსის დამარცხება შეუძლებელია. გლორიბუსი. ჩემი მჟავური სუნთქვა გაორთქლებს. ბევრი არაფერი. თავარი ვინ არის? არ მოვიდა ლიდერი რომ ვინ ბოსი არის? გამოჩნდეს. ხო, წვეთში. თუ რა თქმა უნდა ცოცხალია. აუჩები. იმედა ჩემს სიტყვებს იმეორებს ყველა ამ სერიალში. თუ რა თქმა უნდა ცოცხალია, თუ ეს ვინ არის? ბოსი. გახმოვანებულია მაიკადრი წერტილი. ბოსი წერა. 20種類になったお願いしますよオロチ様 ბოროსსამა. ბოროსსამა თქვენს. სამა ბატონს და ქალბატონს ნიშნავს. ანუ ბატონო თუ ქალბატონო ბოროს როგორ ალბათ ბატონო. კაი. დავიმახსოვრებ. ესე იგი One Punch Man-ი პირველი სეზონის მე-10 სერია. კაი სერია იყო. გაგვაცნეს ეს კლასის გმირები და სავარაუდოდ იმას ზამანი რა ქვია. შემდეგში გაერთიანდებიან
ნუ გაერთიანებით ახლაც ერთად არიან, მაგრამ რამე ანუ ბრძოლის დროს რა გაერთიანდებიან მაგას ვამბობ. ეს სერია იყო იმდენად არ მომეწონა, რამდენადაც წინა ორი, მაგრამ მართლა კაი იყო. ნახოთ ახლა როგორ დავამარცხებთ მაგ უცხო პლანეტებს. ორი სერია დაგვრჩა სეზონის ფინალამდე. თუ ეს ასეთი საფრთხეა, ამდენი საფრთხეა, სავარაუდოდ რავი. სავარაუდოდ სეზონის ფინალიც ამაზე იქნება. შემდეგი ანუ ახალ ჩვენ ეს ერთ მომენტში ვიფროსი, ბოსი და всё, ანუ დიდია შანსი რომ შემდეგი ორი სერია მაგას აბდონ შეიძლება აღმოჩნდეს ისე, ანუ მე-11 სერიაში ეს ტიპი დავამარცხოთ და მე აღმოჩნდეს ისე რომ ეგ არ ყოფილა თავარი და კიდევ სხვა არის ვინმე და მე-12-ში უკვე მაგას მოვერიოთ. ასეც კარგი აზრი იქნება გაკეთება, მაგრამ ხო, რაც იქნება. დაგემშვიდობებით ახლა იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, ზარი გააქტიუროთ და დატოვოთ კომენტარები. მადლობა ყველას, გემშვიდობებით, გნახავთ შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.